სანამ მინიშნებას მოხსენებთ, მანამ ჯერ უნდა გადავწყვეტოთ, რომელი ჯგუფი დაიწყებს პირველი დამნაშავის ძებნას. ამისთვის აგებთ თქვენ ბრძანდებით ჯგუფებიდან კაპიტნები. მომცემთ თითოეულ მათგან და აიჩიეთ ნომერი, რომელიც დაიწყებს პირველად. აბა გასაგებია ხალხებიდან ნახეთ ნომრები და ვის აქვს პირველი აი ესე იგი პირველი ჯგუფი დაიწყებს აი პირველი ჯგუფი დაიწყებს ებატონისა. განაჩენები ამეტავთ თავისუფალი ბრძანდებით დარჩება გიორგი მინიშნების მისაღებად. ეხლა გიორგი მოედეთ ერთ-ერთ დამნაშავის 4 ტრიგონომეტრიული ფუნქციიდან. იმისთვის რომ დავარკვიოთ რომელი ფუნქცია უნდა მოვძებნოთ, ამისათვის თქვენ კითხვაზე უნდა გამიცეთ პასუხი. მე გაძლევთ შეკითხვას, თუ გამოიცნობთ, შემდეგ მოგცემთ მინიშნებას, რაც შეიძლება ეძებოთ ეს დამნაშავე. ის არ არის მუდმივი. ის არის პერიოდული. მას არ ყავს მეწყვილე. ესე იგი ის არის როგორ? კენტის რა? თუ კენტი არის გიორგი, ესე იგი რომელ ფუნქციაზეა საუბარი? აი 4 ტრიგონომეტრიული ფუნქციიდან. ეს არის სინუსი, ეს არის კოსინუსი, არის კოტანგენსი თუ არის ტანგენსი. აბა რომელი ამოწედა შეიძლება? კენტია. თუ ისე მოვყო თქვით. სინუსი, ტანგენსი და კოტანგენსი. კოსინუსი უცხო. ესე იგი შეგიძლია გამოიცნო რომელი ფუნქციის ძებნას მისცემს, აი ამ მინიშნებით, მხოლოდ ამ მინიშნებით. აი საუბარი, ანუ გინდა კიდე დამატებით, ესე იგი სჭირდება დამატებით. როგორ უნდა 3 და 1 გამოვიცნო. მაშინ გაიმასწორებო ის დაბა, გაიმასწორებო, დაეხმაროს მე კიდე მინიშნება. გაძლევ ასეთ მინიშნებას. მისი მნიშვნელობა შეზღუდულია. შეზღუდულია? ხო, ისე მნიშვნელობა შეზღუდულია. სინუსი. ანუ ვიწყებ სინუსის ძებნას. რამეა კარგი, თქვენ გამოიცანით ასეთზე, გაიმასწორებო მე წოდეთ კონვერტის. დაისახურეთ ეს კი ბატონო. ანუ ვეძებ სინუსი. დამნაშავე სინუსი, კი ბატონო. მოგესალმებით, გრძელდება სასწავლო შემეცნებითი სახალხო პროექტის მათემატიკის ტრიგონომეტრიის გარეშე მეორე ეტაპი. გუშინ ბავშვებმა კადეტები მოსულები მიიღეს მინიშნება, რომ დამნაშავე სინუსი იმალება სარკმელს. მაგრამ არიციან სარკმელს. მინიშნება მივეცეთ ესეთი, რომ უნდა ნახოთ სინუსის ნაფეხურები და ნაფეხურების მიხედვით დაიჭირონ დამნაშავე. ეხლა ჩვენ გალიმასწორებთან ერთად გავაკეთეთ ეს ნაფეხურები გუშინ. ყველანი კადეტები ეხლა წასული არიან სასწავლო კორპუსში. მე და ლალიმასწორებელი ხარ შუმად დავიწყოთ ნაფეხურების გაკეთებას. ბავშვების შემოვლენ შესვენებაზე დაინახავენ ნაფეხურებს და იმედი გვაქვს დამნაშავე სინუსს დააპატიმრებენ აუცილებლად. ეხლა ნელ-ნელა დავიწყოთ ეს გაკეთება. მუთაცი 6 კადეტს ძინავს ამ 6-დან რომელი იქნება სინუსი. ჩვენმა ბიჭებმა უნდა გამოიცნონ კონკრეტულად რომელი იქნება სინუსი. აი ამ სინუსის გამოსაცნობად დამატებით მათემატიკის კათედრაზე ლალიმასწავლებლისგან და ჩემსგან ისევ მიიღებენ მინიშნებას. დავაპატიმრებთ ასე სინუსს. ამის შემდეგ რა თქმა უნდა კიდე დასაპატიმრებული გვეყოლება კოსინუსი, ტანგენსი და კოტანგენსი. დამნაშავების დაპატიმრების შემდეგ გადავინაცვლებთ სასამართლოს შენობაში და შევეცდებით გავასამართლოთ. დავასაბუთოთ, რამდენად საჭიროა ან არ არის საჭირო ტრიგონომეტრია მათემატიკაში. შესაბამისად, აი ეს კითხვის ნიშანი და ძახლის ნიშანი მათემატიკა ტრიგონომეტრიის გარეშე მოიხსნება. ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ დავასაბუთოთ ცხოვრებაში თითქმის ყველა სფეროში ტრიგონომეტრია გამოიყენება.
ორი ციფრით შედგენილი რიცხვი. 7 ჯერადია, 5-ზე გაყოფისას ნაცში გვაძლევს 3 და არ არის უყოფელი რიცხვი. ნომრებია გიხსნით. სამდენი 0-6 არა 63 და 20. არის სრულყოფილი. ეს სრულყოფილი და ჯამში ვეღაზრებდეს იმ რიცხვს. ცინცაძე რა რიცხვებზე რაც იყოფა, მათ ჯამი უნდა იყოს 63, აი 3-ს 5-ზე. 7 ჯერადი ხო არის? კი. 73, 5-ს გაყოფის რამდენი? 12, 3 არის და ეს არის. ეგა რა უმფრიანია ბიჭო. ავი. ბიჭო ბაბა, რასი? ყოველი წლის დასაწყისად დამატებულისას გაიცი გიორგი ვარ უკრაინა რასილოსი გაიცი და ვიცი ჭერი გავიშველი ბატონო უკრაინა თქვენ გასწავლდება რა თქმა თქვენ ნავიქნო როგორი სასაბარო ქვით დავნაშავე თავს არა მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ 2015 წლის 17 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა საშიშ დამნაშავეთა 4-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მეცახელად სინუსი. ჯგუფის დანარჩენი წევრების ძებნა გრძელდება. დამატებითი ინფორმაციების შედეგად შემდეგ მოგაწვით. თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, შემიძლია გიპასუხოთ. შეიძლება მოგზანდი. ესე იგი მინიშნების დასაგებად მოვიდე და შემდეგი ბოლომდე. იგი დაკავშირებულია ჯგუფის ორ წევრზე. როგორც განაყოფი გასაყოფსა და განყოფს. გამოიცანეთ სინუსი დავიჭირე. კი, როგორც ტანგენტი, ხოლო ტანგენტი. ხოლო ტანგენტია? კოდანგეს. კოტანგენტი. კარგი. ანუ ესეთი მინიშნება საკმარისად კონთვის რომ გაიგოთ ვისეძებთ. კარგი. მაშინ თავაზობთ მეორე მინიშნება. პირველი მართვის და ბოლო ხმოვნის მეიღება სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სხეულის ნაწილს, რომელიც არის ოჯახი. კი ბატონო. ტანგენს. ტანი არის, ანუ საუბარია აგერ მინიშნება შეგიძლიათ განაცვლოთ. ამგვარად მაგმარაჩი მიხვევით ისრების უნარჩვენებას. კი ბატონო. ანუ მინიშნება გასაგებია, მიხვევით დაიწყე ძებნა. ამანებად გისურვებთ. მოგესალმებით, მიმდინარეობს პროექტი. ახლა პროექტის ერთი ნაწილი არის დამნაშავის დაჭერა. ამჯერად ვიჭერთ, შეიძლება მოგზანდით, ამჯერად ვიჭერთ ტანგეს საგამოძიებო ჯგუფი, გახსოვთ მე-11 ჯგუფი და მიდიან ახლა დამნაშავის აღმოსაჩენად და დასაჭერად. პოლიცია. ინფორმაციაა, რომ თქვენ შორის არის ეჭვმიტანი დიდი დამნაშავე. აი გიცია უდუხაშვილი, რაჭული, მშვიდობა, თეოდორა, ხეაც, პატელიანი და გიორგი. გადმოვიდეთ შეიძლება ეს კადეტები ყველა. უდუხაშვილი, რაჭული, მშვიდობა, თეოდორა, აქედან პატელიანი და გიორგი. ელადო დაგოყავ. სუშავების უკან. ბოლოდ ისინი ვინ სამოიკიდა?
ბატონო გაჩხიგეთ აი გოე ეს არის ნაშავენ აპოსტამენტი თქვენ გაქვთ დუმილის უფლება ყველაფერი რასაც ახლა ეწმეს სასამართლოზე გამოყენებული იქნება თქვენ წინააღმდეგ ზოგ თუ არა თავს დამნაშავეთ არა მინიშნებისათვის მოვედით, გაქცეული დანახშავი დავუჭერთ. კარგი, მინიშნებას მოგცემ ნალიმაზური. ჯერ უნდა განვაცხადო. ასეთია მინიშნება. ის არ არის ნორმიზმი. ის პერიოდულია. და ის არ არის კემპი. ესე იგი ის არის როგორი? კემპი არ არის. და მაშინ ესადამე ვედეთ ოსინო. კარგი. ეხლა სად შეიძლება რომ მიაგნოს ოსინოს ამისათვის კიდევ ერთი მინიშნება გვაქვს. მინიშნებისთვის გაგებ ბარაკს აქ გახსნით. აიჯოთ. თქვენ დაბადებული ხართ ბატონო გადადო. რასაც ის ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ თქვენ სასამართლოს გამოყენებული. ჩემი სნობ რა დამნაშავე თავი. არ სნობ რა თქმა უნდა რა დამნაშავე. ეს კონსტიტუცია, ხო? ეს გამოყენებული. ცნობია, დამნაშავე. კარგია, რა, წავიყვანეთ.